სახელითა მამისათა, დაცისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ წმინდათა სცენებას. ჩვენ როდესაც ვეცნობით ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებას, კიდევ ერთხელ ვწმუნდებით, რომ ყველა წმინდანისათვის მთავარი არის ცხოვრება, სულის გადარჩენა. ამისთვის ყველაფერზე მიდია და წმინდათა ცხოვრებებიდან ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი აწამეს სხვადასხვა სახეობის წამებით, ზოგი წყალში დააღწევს, ზოგი დაწვეს და ყველანაირად გამოიცადნენ. ამ გამოცდების დროს მათ კარგად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა ქრისტიანებმა და ძველი აღთქმის მამებმა და პატრიარქებმა. აი, როდესაც წმინდა სარმეთქოლ ამოსის ცხოვრებას ვეცნობით, ხაზგასმულია, რომ იყო უსწავლელი. არ ჰქონდა განათლება. მხოლოდ მტკიცე სარწმუნოება გააჩნდა. აი, ამ მტკიცე სარწმუნოების გამო უკანა გამოირჩია წმინდა სარმეთქოლა. ამხელდა კერთამამისმელ მეფეებს. და იმდენად ცუდია ეს ჩვენც ვიცით, როდესაც ჩვენ ვამხელეთ და სიმართლეს გვეუბნებიან, ჩვენსაც მოქმედებს ეს. და რა თქმა უნდა, მეფეები ძალიან განრისხებული იყვნენ ამოსზე. სიკვდილითაც ემუქრებოდნენ, მაგრამ იმდენად დიდი იყო ღვთის განგებულება და მასზე დავალება ეს წინასწარმეტყველობის, რომ ის მაინც პირდაპირ ამბობდა ყველაფერს, რაც უნდა მოხდარიყო. და ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ გადახვევიდან, როდესაც ადამიანი და ერი უთუმეტეს გადაუხდეს სწორი სარწმუნოებიდან, სასჯელი არ აყოლებს. და განსაცდელები საიდან მოდიოდა, ხან თავდასხმები იყო ებრაელთა ერზე, ხან ჭირი ვსერდებოდა, ხან მოსავალი ისპოვოდა საერთოდ, მაგრამ ვერ გულისხმა ყოფდეთ. აი, ჩვენ გუშინ სამოციქულოში მოვისმინეთ, რომ გულისხმიერება ყველაფერში საჭირო არის. რა არის გულისხმიერება? გულისხმიერება არის ის, რომ მოვლენა სწორად შეაფასო, გულისხმა ყო. სამწუხაროდ ეს ადამიანებს აღარ გააჩნია. დასკვნებს ვერ აკეთებენ მოვლენებთან დაკავშირებით. ეკლესიაში შემოიჭრა ერული სული, ერული აზროვნება, პოლიტიკა შემოიჭრა ეკლესიაში. და აი, ჩვენ ძალიან ცოტა არის დარჩენილი ის, ვინც ღვთის სათო ცხოვრებით ცხოვრობს. ძალიან ცოტა. განჯის უნარი დაკარგა ადამიანმა, გარჩევის უნარი, შავისა და თეთრის გარჩევის უნარი. ისე წმინდა მამებს დავესეცხებით, რაც გვასწავლია წმინდა მამები. გარჩევის უნარი აქვს იმას, ვისშიც სული წმინდა მკვიდრობს. და ვისში მკვიდრობს სული წმინდა? დაბალ ადამიანში, თავდაბალ ადამიანში. ამპარტავანი ადამიანის ძაქვს უხას. აი, ჩვენ ცხოვრობთ მეს ეპოქაში, მე და ამპარტავნების ეპოქაში. ყველას ჩვენთაგანს გვაქვს დიდი წარმოდგენა ჩვენ თავზე. სხვას გამჯით, სხვას განვიკითხავ, სხვაზე ვლაპარაკობ, ეს ასეთია, ის ისეთია. და ჩვენ თავში ვერ ვხედავთ დირეს, სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ. აი, ეს მდგომარეობა ეს მთელ მსოფლიოში. ძალიან ცოტა არის, ვინც მართლაც აი ამ სწორი და მიმართულებით, სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ჩვენ როგორც მამები გვასწავლიან, თუ გსურს სულის გადარჩენა, უნდა დავინახოთ ჩვენი თავი. სხვა კი არ დავინახოთ ჩვენი თავი. აი, ხა ეს სოციალური ქსელებიც როგორ არის მომართული, ესეც ბოროტისაგან არის, არ არის ეს უთაებრივი. ესე იგი,
წარმოაჩენენ თავის ყველაფერს, ოჯახში რა ხდება, თვითონ რას აკეთებენ და ამით გაინტერესებენ შენ, რომ აი ეს ვინ არის, რას აკეთებს. ამ დროს შენ თავს გაცილებენ, რომ შენ თავზე იფიქრო, შენ ვინ ხარ. და ჩვენც ინტერესით უყურებთ ამ ყველაფერს. ვინ რას აკეთებს, ვის ოჯახში რა ხდება, ვინ რითი არის დაინტერესებული. აი ამ დროს, როცა ჩვენ ეს დრო უნდა მოახმაროთ ჩვენ თავს, ჩვენ კარგავთ სხვის გაცნობაში. ამიტომ ჩვენ დროს სწორად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ დროს ფლანგავთ სხვის გაცნობაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ეს დრო უნდა მოახმაროთ ჩვენ თავს, ჩვენი თავი შევისწავლოთ, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, რისთვისა ვართ ამ ქვეყნად. როცა ჩვენ ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებას ვადარებთ, ჩვენ ახლოსაც ვერ მივართ ჩვენი ცხოვრებით აი ამ წმინდანის ცხოვრებასთან. აბა მაშინ რისთვის გვია ჩვენ ქრისტიანები, თუ ქრისტეს არ გვაძავთ, თუ ქრისტეს ცნებებს არ ვიცავთ, მაშინ ფუჭია ჩვენი ყოფა, ჩვენი ცხოვრება. მადლობა უფალს, რომ ვართ მართლმადიდებლები. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც უფალს მიგვაახდენს, უფალთან მიგვიყვანს და გვაცხონებს. ჩვენ ეჭვიც კი არ უნდა შევიტანოთ, რომ მართლმადიდებლობა ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება. მადლობა უფალს და მადლობა ჩვენ წინაპრებს, რომ აი დღემდე შეგვინარჩუნეს ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. აი ამ ტაძრის ამჩენებლებს, აქ მოღვაწე მამებს, მღვდელმთავრებს, აქ განსვენებულ ერის ადამიანებს. აი სწორედ მათი დამსახურება, რომ ჩვენ დღეს ტაძარში ვართ და განვადიდებთ ყოვლადწმინდა სამებას. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგახმაროთ და დღევანდელ წმინდანთა ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სულიერ საქართველოს. შენ თავდამსხმელად.